მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა აწყო შობილი წარსულისაგან. მე ვარ ამ გადაცემის წამყვანი ედიშერ გვენეტაძე. მოგეხსენებათ დადგა ის პერიოდი, რომ სოფლიოს გადანაწილება უნდა დამთავრდეს. ეს გადანაწილება არის ურთულესი პროცესი, რომელიც აგერ მიმდინარეობს ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დაახლოებით სულ მცირე 30 წელია. თითქმის ვერა და ვერ დაადგა საშველი იმას, რომ დაწესებულიყო წითელი ხაზები, რომლის გადალახვა შეუძლებელი იქნებოდა. ყოველ შემთხვევისათვის, დიდი ქვეყნებისათვის კი დაწესებული ეს, მაგრამ პატარა ქვეყნებისათვის სამწუხაროდ ჯერჯერობით არა. ჩვენი მთავარი ამოცანაა გავარკვიოთ და ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ სად იქნება ამ ტურბულენტური პერიოდის დამთავრების შემდეგ საქართველოს და როგორ ვისი გავლენის ქვეშ მოხვდება, რომელი ძალები იქნებიან ის ძალები, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში მოახდენენ აი ამ წითელი ხაზების ხელახლა დაწესებას და ასე შემდეგ. ამ საკითხების გარშემო სასაუბროდ მოვიწვიეთ ისტორიის დოქტორი, პროფესორი, შესანიშნავი მოსაუბრე და განათლებული პიროვნება, ბატონი მამუკა კარტოსია, რომლისთვისაც თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ დღესაც საინტერესო საუბარი შედგება ჩვენ შორის. მოგესალმებით ბატონო მამუკა. მოგესალმებით ბატონო ედიშერ, მიესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისათვის. ალბათ ჩვენი გადაცემა და ჩვენი შეხვედრა ეთერში არ მოხდება ამ წელწადში. ეს არის ბოლო ამ წლის განმავლობაში და მომავალ წლიდან ალბათ ხშირად ვიქნებით კიდევ, ამიტომ გილოცავთ ახალ წელს, დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ ბედნიერებას და რაც მთავარია, ჩვენ ხალხს უსურვებ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პროცესი დამდგარ იყოს. ეხლა რაც შეეხება ჩემს შეკითხვას. თქვენ ბრძანდებით უახლესი ისტორიის შესანიშნავი სპეციალისტი და ძალიან კარგად იცით ის პროცესები, რომელიც გასულ საუკუნეში განვითარდა კერძოდ იალტა-პოცდამის სისტემა, რომელიც დღევანდელ დღემდეც მოდის რა, ვერ მოახდინეს მისი ძირფესვიანად ცვლილება. ანამდე იყო ვერსალი. ანამდე იყო ვერსალი. ეხლა არის იალტა-პოცდამი მოდის დღევანდელ დღემდე. აი ამ გადასახედიდან რას ვიტყვით, რას ელოდებით ახალი მოახლოებულია ფაქტია, უკვე ახალი იალტა-პოცდამი. ალბათ შეიძლება სიმბოლურად ვლაპარაკობ, შეიძლება დაარქვან და მე ვფიქრობ ასე იქნება, ალბათ ახალი ალიასკა. ახალი ალიასკა, იმიტომ რომ პუტინმა თქვა პარასკევს თავის ყოველწლიური ინტერვიუ რო ხდება წლის ბოლოს, რომ არაუდროულად მე განაცხადა ის საკითხები, რომელზეც ამდენ ჭობენო და ამდენს თავს იმტროვენო, ევროპელი გოჭებიო. ესო გადაწყვეტილი არისო ფაქტობრივადო იქ, რომელსაც ქვია ალიასკაზე ჩვენ გადავწყვიტეთ. აი თქვენ როგორ შეაფასებით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ედიშერ, მოგესალმებით ჩვენს მაყურებლებს, რა თქმა უნდა, ეხლა დღევანდელი სიტუაცია არის აი ეს პარადიგმული გაგრძელება ისტორიის, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემებთან დაკავშირებით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ისტორია მეტნაკლებად გარკვეულწილად გრძელდება, ხო? თავისი გარემო, ეპოქა, ანტურაჟი პოლიტიკური გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ ძირეული ძირითადი ამ გადანაწილების პრინციპი რჩება, ეს დიდი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია. მე თქვენ ტყუილად არ შეგახსენეთ, თქვენ შესანიშნავად იცით პარიზის ანუ ვერსალის ხელშეკრულება კონფერენციას გახლავთ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დამთავრდა პირველი მსოფლიო ომი და პირველად დაიწყო მსოფლიოს გადანაწილება, ანუ მოხდა გერმანიისა და ოსმალეთის იმპერიის დაშლა და მათ ნანგრევებზე უკვე ახალი სახელმწიფოების აღმოცენება და მათი კოლონიების გადანაწილება. ჩვენ მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ
როდესაც დასრულდა და დაიშალა ოსმალეთის იმპერია, ეს უდიდესი მოვლენა იყო, საუკუნის მოვლენა, იმიტომ რომ 1299 წლიდან, ანუ 1300 წლიდან 6 საუკუნის განმავლობაში უზარმაზარი იმპერია, ოსმალეთის იმპერია, რომელიც ფაქტობრივად ნახევარ მსოფლიოს განაგებდა და ყველაზე მთავარი და უმნიშვნელოვანესი ოსმალეთისა და ანუ თურქეთისა და საქართველოს დამოუკიდებულება და ამასიის ხელშეკრულებით საქართველოს ირანსა და სპარსეთს შორის საქართველოს გადანაწილება და ინტერესები ოსმალეთის საქართველოში ყველამ ძალიან კარგად ვიცით და განსაკუთრებით მე-19 საუკუნე ბატონო ედიშე, როდესაც უამრავი ომი მოხდა რუსეთსა და რამდენიმე ომი მოხდა რუსეთსა და რუსეთის იმპერიასა და თურქეთსა და ირანს შორის ეს ორი ომი, მაგრამ შემდგომ უკვე გაგრძელება რამდენიმე ომი თურქეთს შორის, რომ კავკასიის ჩვენი საქართველოს ნაწილი დაებრუნებინა და ზუსტადაც მოხდა, რომ მე-19 საუკუნეში საქართველო გამთლიანდა დღევანდელი პოლიტიკური კონფიგურაციით მე-19 საუკუნეში მივიდა. ანუ ახალ პოლიტიკურ წესრიგზე და ახალ ხედვებზე, ხო? რუსეთ-უკრაინის საომარმა მოქმედებამ ყველა სხვა განზომილებასთან ერთად ერთი მთავარი უმნიშვნელოვანესი გარდატეხა შეიტანა დღესდღეობრივ მსოფლიო ცხოვრებაში. ბატონო ედიშე, რომ მოხდა მრავალპოლუსიანი სისტემის ჩამოყალიბება მსოფლიოში. უმნიშვნელოვანესი ეს ერთპოლუსიანი ფაქტიურად კი არა, უკვე დაიშალა და რამდენიმე გადანაწილება დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ბრიქსი, საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და უკვე აქვს სერიოზული პრეტენზიები ინდოეთსაც თქვენ უყურებთ, ხო? ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო ინდოეთში პუტინის ჩასვლა, იგივე ბრიქსის ქვეყნები და ასე შემდეგ. მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, თქვენ რომ ბრძანეთ ახლა პოსტამ თეირანი ეს კონფერენცია დაუშვათ იალტა თეირანი პოსტამის სამამულო ჯაჭვია, რა თქმა უნდა, იგ მოხდა მსოფლიოს გადანაწილება, რომელიც 91 წლამდე იყო და დღესაც იგივე ხდება. მე აბსოლუტურად გეთანხმები თქვენ რომ ალიასკაზე როდესაც შეხვდნენ პუტინი და ტრამპი, იქ მოხდა გარკვეული გადანაწილება ამ დღევანდელი მსოფლიოსი და მისი გამოძახილია თქვენ დააკვირდით. მე ვფიქრობ, რომ ვენესუელას საკითხიც გადაწყდა ამერიკის შეერთებული შტატებმა გაცვალეს რაღაცა თავიანთი ინტერესები, იქ ვენესუელის თემა, იქ სირიის თემა, ეხლა ასე ეხლა გრენლანდიის თემა კი ბატონო, გეთახო კი ბატონო. აქ უკვე უკრაინის თემას ვაკვირდებით და ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოხდა ედიშე თუ დააკვირდით ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთი უკვე არ მოიხსენება როგორც აგრესორია, წარმოგიდგენია თუ ეს ბოლო როდის მოხდა არავინ არ იცის. ფაქტ ბოლო მოხსენებაში უკვე რუსეთი არ არის. წარმოგიდგენია თქვენ უკვე ამერიკის შეერთებული ანუ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს არ განიხილავს როგორც მის ასე ვთქვათ პერმანენტულ მოწინააღმდეგეს და მტერს. ხო ასე იყო ყოველთვის რუსეთი იყო. და წარმოიდგინეთ, რამდენად დამბლადაცემულია ჩვენთან განათლების დონე. ჩვენ მაინც განათლებაზე მივდივართ, როდესაც ამის გაგონება თქვენ რაც ბრძანეთ ახლა და არა და ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ახლა წყალწინ გვიდგას ხო ყველას ამის დაჯერება არ უნდა. არ უნდა ეგრეთ წოდებული ოპოზიცია თუ ეგრეთ წოდებული ექსპერტებია თუ ასეთ რაღაცები ამის დაჯერება არ უნდა და ამ დროს ლაპარაკობს ის კაცი რომ ჩაწერა ეროვნული საფრთხეების ოფიციალურად ჩაწერა აბა საოცრებაა და ამის დაჯერება აქ არ უნდა და ამავე დროს ვერ ხვდებიან რა გადანაწილების პროცესი უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს. ვაკვირდებით ჩვენ ახლა მე ადრე მქონდა ერთ-ერთ გამოსვლაში დაახლოებით ალბათ რამდენიმე თვის წინ და ვთქვი ასეთი თეზა რომ ტრამპს არ აინტერესებს კავკასია და დღევანდელ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას არც მანამდე იკლავდა თავს ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყველამ ვიცოდეთ რომ აქ მისი ინტერესი იყო მხოლოდ ერთადერთი 92 წელს როდესაც შევარდნაძე ხელისუფლებაში მოვიდა უკანონო გადატრიალები და სამხედრო შეიარაღებული აჯანყების გზით აჯანყება დავარქვა რაც იყო ხო აი ესეც არა გვაქვს შეფასება სამარცხვინო რომ ის 92 წლის ამბები ვერ შევაფასეთ და ისტორიაში ვერ შევიტანეთ საქართველოში ყველაზე ტრაგიკული ფურცელი რომ რა მოხდა ეს ვერ გავაკეთე და ამას ვერ მოვაბი თავი
და აი შევარდნაძის ჩამოსვლა იყო, როდესაც ჩამოვიდა ჩვენ კარგად გვახსოვს და რამდენიმე კვირაში ბეიკერი ჩამოფრინდა საქართველოში. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ამერიკამ მისცა ლეგიტიმაცია და აღიარა უკანონო და აჯანყების 7 მარტს ჩამოვიდა შევარდნაძე და 26 მაისს ჩამოვიდა 26 მაისს და გეიშერი და ბეიკერი მოყვნენ. ეს იმის ნიშანი იყო და ამერიკის შეერთებულ შტატებს უბრალოდ ჰქონდათ იმის განცდა, რომ შევარდნაძესთვის გარკვეულწილად გადასამაგიერონ კაი გაგებით, რომ მას იმხელა საქმე გააკეთა და საბჭოთა კავშირი დაუშალა. თქვენ კარგად იცით, ხო, გაუგნებული იყო თვითონ ბუში იყო მამა გაუგნებული, რომ ეს რა დაშლა არ უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს საბჭოთა კავშირის გამსახურდია დინების დინარის საწინააღმდეგო მიცურავს და ანებეთ თავი თუ დამოუკიდებლობაზე ჯერ უფიქრობთ, ხო გახსოვთ ეს გამოსვლები და აი ზუსტად უკანონობის დაკანონება იყო ბეიკერის ჩამოსვლა საქართველოში და მას შემდეგაც რომ ამბობენ, რომ აი ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ არანაირი სტრატეგიული მეგობარი საქართველოსი არ არის, გადახედეთ სიას და ნახეთ ამერიკის სტრატეგიული მეგობრები ვინ არის, მას გარკვეულ სხვა ისა აქვს მოცემულობა და სხვა ქვეყნები ყავს და მეორე 6 მილიარდ დოლარზეა საუბარი მთლიანად 35 წლის განმავლობაში და ერთი ხელშეკრულებით ტრამპმა უზბეკეთთან რამდენი ერთი თვის წინ გააფორმა ხელშეკრულება სტრატეგიული და 100 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს ამერიკის შეერთებულ შტატებმა შუა აზიის ქვეყნებში, კერძოდ უზბეკეთში. აი შედარება მოიყვანეთ, ხო? ახლა 6 მილიარდი ამერიკისთვის 35 წლის განმავლობაში არაფერი არ არის. ამიტომ მე ვაგზელებ ჩემ თეზას, რომ ინტერესი არ აქვს, ანუ ტრამპი საერთოდ გადაერთო, კავკასია ისედაც რუსეთის გავლენის სფერო იყო. ყოველთვის და განსაკუთრებით მოცემულობა ესეთი ხა გვინდა არ გვინდა ჩვენ ისეთ აი ხანდახან სულ მიკურის ხოლმე ეს არის მე დავარქვი ამას სრულიად საბრიყვეთ ეს ბრიყვები გამოდიან და აი იცით რუსეთი და აი საქართველოს ჩემი პოზიცია და ბატონი ედიშერი ჩემი მეგობრი და კოლეგი ჩვენი არის ერთი რომ ჩვენ ვთხოვთ რომ რუსეთთან დავამყაროთ ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა მეზობელთან, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში საქართველოს ავნოს. რუსეთი ნების რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს სოციალურ-პოლიტიკური გარემო სიტუაცია რუსეთში, მას ყოველთვის შეუძლია საქართველოზე იქონიოს სერიოზული ზეგავლენა და მიაყენოს ავნოს, ხო? აი იგივე 90-იანი წლები, ხო? რა იყო, რა დღეში იყო მაშინ ბატონო მამუკა რუსეთი, რა იყო ძმო? საშინელ სიტუაციაში ერთი ლოთი იყო კაცი რომელსაც ვერ მართავდნენ და სამარცხვინო და ამერიკის ჩვენ ადრესში ჩაგვაყენა და აფხაზეთი წაგვართვა სამაჩაბლო წაგვართვა ეკონომიკა გაგვინადგურა ჩემოგან და გვახსოვს 90-იანი წლები ვისაც ახსოვს ამიტომ მე ხშირად როდესაც საუბრობ ამ საკითხების შესახებ და დღევანდელ დღეს ეხლა მოდი ვთქვათ ჩემო მამუკა ეს ომი მოიგო რუსეთმა მოიგო ეს ომი დიპლომატიური და მაგრამ ღმერთმა მუქნას ძლევამოსილად დაამთავროს მან ძლევამოსილად იმიტომ ძლევამოსილი რუსი გვიცით ჩვენ რაცა ტრისას მაგასთან დალაპარაკება ეს უნდა იყოს ნელთბილად გამარჯვებულ პოზიციაში უნდა ჩააყენოს რაიმე შეუძლია დასავლეთ ჩემო ბატონო ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე მაგარი შვებათორე წინააღმდეგ შემთხვევაში ეს რუსეთთან დალაპარაკება უსაშინლესი იქნება ისევე როგორც იმ დასავლეთთან რომელიც დღევანდელ დღეს დასავლეთია კაცო რას ხედავს ეს მას ჩვენი თვალები წაგვიკითხავს ახლა 60 გადაცილებული ხალხი ვართ და ასეთი რამ წაკითხვით რაც დღევანდელ ევროპაში ხდება და რაც მათ პუტინმა უწოდა გოჭები ახლა ასეთი რამ ჰიტლერს და სტალინს ერთმანეთისათვის სტალინს არ უწოდებიან რუსისათვის ჰიტლერისათვის და გავსებული იყო დიქტატურებით გაიცით თქვენ ეს მთელი ევროპა ასეთი რამ ამოხდარა ეს ანომალია რა სიტყვით ამის გეთანხმებით მართლა დამოკიდებულება საოცრად ტრანსფორმაცია განიცადა ამ ომის შემდგომ განსაკუთრებით 2022 წლიდან როდესაც საქართველოს მართლაც რეალურად აიღო ძალიან ოპტიმისტური, ოპტიმალური და თვით გადარჩენის. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ. ხო, აი თქვენ წარმოიდგინეთ, ედიშერ.
აი საქართველოს ოდნავ არაადეკვატური ნაბიჯები გადაედგა რუსეთ-უკრაინის საომარ მოქმედების დროს. ან გამოეხატა გარკვეული დაუშვათ სიმპათია, ან დამდგარიყო, ან შეერთებოდა ამ რა ქვია მაგას სანქციები და 1000 რაღაცას. საქართველოს იქნებოდა იარსებებდა. და კიდევ ერთ შემომეგობრებო. აი მე ლოგიკ კითხვას გისვამთ ყველას, აი საქართველოს იარსებებდა. და კიდევ დავამატებ რას? ბატონო მამუკა, იცით? აი თქვათ უკრაინას რომ მოიგო ეს ომი. ეხლა ხო თქვით? უკრაინას რომ ეს ომი მოგვახსოვს, ჩვენ იქ წასული ქართველები. საომრად. როგორ გვემუქრებოდი? ტანკებით შემოვარდა, აქ მონაგონი იქნებოდა 90-იანი წლები, ჩემო ბატონო. პირდაპირ თავს ვერ იყავებდნენ და პირდაპირ გადადიოდნენ ჩვენ რომ მოვჩებით უკრაინაში ომს, ჩამოვდივართ საქართველოში და მივხედავთ კი, ხო ჩამოვიდნენ ვიღაცები რაღაცას ამზადებდნენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთი სცენარი. ბეწვის ხიდზე გავიდა. ბეწვის რა თქმა უნდა, ეს იყო ერთი სცენარი. გათვლილი იმაზე რომ საქართველოს გამხდარიყო პლაცდარმი ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის და ნატოსი რომ აქედან მომხდარიყო რუსეთისთვის მიყენება დარტყმის. აბა წარმოიდგინეთ თქვენ ახლა საქართველოს ვის რაში ჭირდება პატარა 3 მილიონიანი ქვეყანა რომელი ახლა შეიარაღება და ჯარი საქართველოს აქვს რომ მას საომარ მოქმედებაში და ბუნებრივი სიმდიდრე სიმდიდრე გვაქვს ჩვენ რომ ამდენ ხანგრძლივ 4 წელია მიდის ბატონო ედიშე რომი თქვენ პატარა საქმე დიდი სამამულო მე არ მიდიოდა ერთი რაღაცა ავიწყდება კიდე ჩვენს მაყურებელს მე მინდა შევახსენო და უთხრა მაყურებელს არა უბრალოდ აი ერთ გალერეა სალონი ბრიყუთა სალონი რომ აი არაფერი არ იციან წარმოდგენა არ აქვს და რომ პროფესორობენ გასო როდესაც მეორე მსოფლიო ომი ანუ სამამულო ომი ჩვენთვის მიმდინარეობდა 20 წლის განმავლობაში ხო 1418 დღე გაგრძელდა ეს ომი საბჭოთა კავშირი ძალიან გაუჭირდა მაგრამ მოიგო ებრძოდა ზუსტად დღევანდელი სიტუაცია ებრძოდა კოალიციას მთელ ევროპას ნახევარ მსოფლიოს ებრძოდა დღესაც რუსეთი იგივეა რუსეთი ებრძვის 50-ზე მეტი ქვეყანა ჩართული პირდაპირ თუ იღებათ ხო მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო ბატონო ედიშე და მაშინ ერთიანი 15 და რამხელა რესურსი ჰქონდა ხო საბჭოთა კავშირს ამ 15 რესპუბლიკის დღეს რუსეთი მარტოა რუსეთს ეს 15 სამოქალაქო რესპუბლიკა ჩამოცილებული იყოს მისი რესურსებით ადამიანებით მაინც როგორ ძლებს 4 წლის განმავლობაში თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა 20 გზის სანქცირებულია და კიდევ უამრავი სანქციები აქვს ეკონომიკა და ასე შემდეგ ყველა დარგში სანქცირებულია დღეს რუსეთის სახელმწიფო დღეს იცით ზრდა არის ეკონომიკის და ხელფასების მომატება პენსიების ფასები გაყინული ანუ უფრო დაბალი საქართველოში უფრო ძვირია პროდუქტები ვიდრე რუსეთში და ევროპაში აი ჩვენ საუბრობთ გადაცემის დაწყებამდე რომ თავრობის და პრემიერ-მინისტრის განცხადებას ნუ სასწაული ხდება რა პარიზის ფასებზე და იმაზე ძვირია საქართველოს თბილისში ფასები. ეს კარტელური გარიგების და დღეს სწორად გამოვიდნენ იმ კარტელური გარიგებების წევრები, მათი ვიღაცაები იმედში ნამუშევარი ადრე იმის დროს რო გაყიდეს შემდეგ ისა ბადრი პატრარკაციშვილი და რუსთავორში ნამუშევრები და უკვე დაიწყეს ისა რა ქვია ესო გამოიწეს ბაზარმა უნდა დაარეგულიროსო და ასე შემდეგ. უკვე დაიწყეს ასეთ რაღაცები, მაგრამ ფაქტია, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რომ ეს საქმეც გასაკეთებელია, რომელსაც ქვია. აუცილებლად დღევანდელ სიტუაციაში ქვეყნის მტერი არის, პირველი მტერი არის კორუფცია. ვერც ერთი ქვეყანა ვერ იარსებებს, ვერ განვითარდება, ვერ გაძლიერდება და ვერ დაიჭერს თავის სუვერენიტეტს, თუ კორუფცია ეს გამორიცხულია. გამორიცხულია, იგივე ეს ელიტარული თუ რა ქვია სახელმწიფო. რაც გინდათ ეს რაც გვინდა დავარქვით. კორუფცია. უბრალოდ უდანაშაულის პრეზუმპციიდან გამომდინარე მე არ მინდა ეხლა აი თავდაცვის მინისტრის დაჭერა და უშუალოდ უშიშროების გამოძიება გასცემს პასუხს და პროკურატურამ უკვე ოფიციალურად რაც დადასტურებულად მიღებული ფაქტია ის გამოაქვეყნა. უბრალოდ ერთი რაღაცა მიქორე, სადაც არ შეიძლება არ თქვა და ჩემი პოზიცია არ გამოვხატო. თავდაცვის მინისტრი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე, ზის და ფიქრობს იმაზე, რომ რა ფული გააკეთოს მაგნიტურ ტომოგრაფიული რეზონანსის იმის აპარატის შემოტანა გატანაში და უშიშროების მინისტრი, რომელიც დასდევს ქვეყნის უშიშროების მინისტრი, რომელიც ვალდებულია
რომ ქვეყნის უშაფრთხოებაზე და უშიშროებაზე იზრუნოს და რა ხდება დღეს ქვეყანაში და რეგიონში და საქართველოში განსაკუთრებით რომ თელი აგენტური სათარეშოა დღეს საქართველო და თბილისი განსაკუთრებით ხო ნებისმიერი ქვეყნის აგენტურაა აი იგივე არასამთავრობოებში თავის პირით ამბობენ ამბობენ რომ მე ამის ესე და ამ პერიოდში თავდადე იმისი რა ქვია უშიშროების მინისტრი დაძნებს კოლ-ცენტრებს და იქენა წილებს ღებულობს და ბოდიში ამ ტერმინებზე ეგრეთ წოდებული ატკატებით ხო ეს აი რა ნუ წარმოუდგენლად რა ყველაფერი საქართველოში ხდება აი გაგიჟდებით კაცი რო გაუგნებული ვარ ვერ შედგა ეს ქვეყანა 35 წელი განმავლობაში ვამბობთ ჩემოიდიშერ ვფიქრობთ რომ აი დამოუკიდებელი საქართველო ერთიანობა მოვდივართ და მაინც ვერ დავდგეთ ფეხზე მაინც ვერ მივახდე სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთშავი დეფიციტი კი არა ატროფირებული ქონა მეფე გიორგი მერვეს მერე მე-15 საუკუნიდან 1918 წლამდე საქართველოს არ ქონია ერთიანობის შეგრძნება სახელმწიფოებრივი აზროვნება რომელ ერთიანობაზეა საუბარი როდესაც ამ პატარა ქვეყანაში სამი სამეფო იყო და 50 სიტყვაზე რამდენიმე სამთავრობოები იყო და ესენიც ერთმანეთს ჭამდნენ აი რომელ ერთიანობაზეა საუბარი ეს საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა და შემდეგ იმას ამბობენ აიო ყველ პოზიტიური დაუშვათ თუ შეიძლება საქართველოს და რუსეთთან შეერთების თქვათ ეს იყო ის რომ ჩვენ ტერიტორიული გადაშენებას გადავრჩით და ჩვენ ფიზიკურად გადავრჩენთ ჩვენ ადამ სმითს დიდ ინგლისელ ეკონომისტს აქვს ცნობილი თეზა თუ გინდა ქვეყნის განვითარებაო თუ მიაღწეო და ნახო მის პოპულაციას და მის დემოგრაფიას შეხედეო და მე მინდა ვკითხო ჩვენ საუბრობდით და მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ რამდენი ვიყავით ჩვენ რუსეთთან შეერთებამდე და რამდენი რუსეთის იმპერია რომ დაიშალა ხო 600,000 და 2 მილიონამდე ვიყავით 17 წელს ეს არა კიდევ ერთხელ ვამბობ აქ არ არის საუბარი რუსეთის შემადგენლობის შესვლაზე აქ არ არის საუბარი იმაზე რომ ჩვენ გვიდა რუსეთთან მივიდივართ არა ბატონო რუსეთი არის ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები რუსეთმა უნდა დააბრუნოს ქვეყანა მაგრამ ჩვენ ასეთი პატარა ქვეყანა რომელიც სამწუხაროდ მის მოგვიწია ხო ისტორიულად და გეოგრაფიულად მის მეზობლად ყოფნა და 900 კილომეტრზე მეტი ჩვენ საზღვარი გვაქვს მასთან და ყველაზე არაერთხელ გვითხოვთ ჩვენს რომ ყველაზე ფეთქებად საშიშ რეგიონთან გვაქვს ჩვენ საზღვარი თუ რუსეთის დაშლა დაიწყება კავკასიით და ჩრდილოეთ კავკასიით და ყველამ ძალიან კარგად იცის და ეს მოხდება აქ და ამას უზარმაზარი ტალღის რომელიც უზარმაზარ ტალღას საქართველოს ვერცერთ შემთხვევისათვის ვერ გავუძლებ ახლა ბატონო მამუკა საქმე რაშია ცით აი როდესაც განათლების დეფიციტზე ვლაპარაკობ და აზროვნების დეფიციტზე ეხლა ჩვენ სპეციალურად შევეხეთ ამ საკითხს და ძალიან მადლობა რომ წამოწიეთ თქვენს საკითხი წინ ეხლა ხშირად ლაპარაკობენ და მე რამდენი წელი ხშირად რა მე რამდენი წელია ლაპარაკობენ რუსეთი დაიშლება და აქტუალურად ბიჭო კარგი დაიშალოს თქვა რუკა უნახავთ ეს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის საწავლელი მითხარ სად სადაა ჩვენს გარდა გასასვლელი მითხა არ სადაა შემდეგ იქეთ ნახოთ რელიგიური ფაქტორი პოლიტიკური ურთიერთობებში აქ აი ეს რო გაიაზრო კაცმა აი რომ იტყვიან დააძაგძაგებს კაც ისეთი სიტუაციები შეიძლება განვითარდეს ეს მოულოდნელობის ფაქტორი მე ყველა სახელმწიფოს აქვს მისი საკუთარი ინტერესები ის უზარმაზარი სახელმწიფო რომელიც აგერ არის გაწოლილი და რომლის შესახებაც თქვენ დაიწყეთ თავის დღევანდელი ჩვენი საუბარი როდესაც შედგა ის ოსმალეთის იმას ის აზროვნება იმპერიული აზროვნება დევს იმ სახელმწიფოში და თურანის იდეაზე ვარი არ უთქვამ შემოძვე ფასო მეგობრებო ნებისმიერი რყევები ჩემოიდიშე ნებისმიერი რყევები ნებისმიერი ქმედება კავკასიაში რომელიც იქნება რუსეთისგან არასასარგებლოდ ამას გამოიყენებს ამას ხო აი დაუშვათ წარმოვიდგინოთ რომ მოხდა სასწაული და რუსეთი გავიდა კავკასიიდან ან კავკასიაში მისი გავლენა შესუსტა ან საერთოდ უარი თქვა მეორე დღესვე კავკასიაში შემოდის თურქეთი. კი ბატონო, ეს პოლიტიკის დანაბანაა. ხო და თქვენ იცოდეთ რომ ძალიან კარგადაც იცით რომ მას კავკასიაში ყავს უერთგულესი
მოკავშირე აზერბაიჯანის სახით. კი ბატონო და იგივე სომხეთის რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა სომხეთი მაინც თვითონ გეოპოლიტიკურათაც და ბუნებრივი რესურსებითაც ენერგომატარებლებითაც იცით აზერბაიჯანის და მისი როლი კავკასიაში და ევროპაში და მსოფლიოში და მისი დამოკიდებულება დაუშვათ ის სტრატეგიული პარტნიორია ირანი, იმასი უკაცრავად ისრაელის და აგერ თურქეთის ესენი ერთნი არიან. ერთი მოცემულობის და ერთი ჯიშის წარმომავლობის ხალხი არიან თურქული ტომები და თურქულ ენაზე მოაზროვნე. თურქეთს რა თქმა უნდა უძლიერესი მოკავშირე ყავს მე რუსეთს და განმარტებაში ბოდის მოხდი მაყურებელი თურქეთს უძლიერესი მოკავშირე ყავს ერთი სახელმწიფო ვართო ლაპარაკობია ჩემო ბატონო აზერბაიჯანია და აქედან გასვლა ზუსტად და ნებისმიერი და ამიტომ ნებისმიერი როდესაც საქართველოს მე ყოველთვის ეს ანალოგია მომყავს როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა 2008 წლის აგვისტოში იმ დღესვე ერდოღანი ჩავიდა მოსკოვში და არა სოჩაში თუ სადღაც ისვენებდა მედვედევი და იქ ჩააკითხა კი ბატონო და კითხა ეტყობა მაგრამ ასე იყო რომ შენი პოზიცია ახლა მეორე ამბავს გეტყვი დღესაც აჭარა თავისად მიაჩნია 1 სექტემბერს მაშინ იყო 1 სექტემბერს იყო სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაში ფეხბურთში სომხეთი და ისა თურქეთი ხდებოდა და ჩავიდა იქაც ჩავიდა ჩემო ბატონო ესე იგი ტელევიზორი არ ქონდა იმაში რა ქვია ანკარაში რო ენახა არა ჩავიდა ეს იყო ფაქტობრივად გადანაწილების ამბები ხდა ყველას ამ პატარა ქვეყანაზე თვალი ქონდა საკუთარ დადებული და ამიტომ აქ არის უდიდესი წინდახებულება საჭირო უდიდესი როგორ გითხრათ ჰერმენევტიკული აზროვნება იმიტომ რომ ამოხსნა ის აზრები რომელი აზრებიც ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებს აქვს და ჩვეულებრივი ამბავია ეს გასაკვირია არაფერი ხანდახან რა ის მედის ისიც საუბარი ბატონო დიშე იგივე აკადემიურ წრეებში არაერთხელ შევსწრები ვარ რომ თქვენ რატო ამბობთ ასე ის თურქეთი ის არ არის რაც იყო ანუ ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდგომ თქვენ კარგად იცით რომ თურქეთში მოხდა აბსოლუტურად სხვა ქემალ ათათურქის მოსვლა თურქეთის რესპუბლიკით გარდაქმნა უარის თქმა იმ ფუნდამენტალიზმზე რელიგიურ ფაქტორზე რომ თურქეთი უნდა ყოფილიყო დემოკრატიული რესპუბლიკური მოწყობის და მოკლედ მაგრამ თქვენ ყველას გავიწყდებათ და ჩვენ გავიწყდებათ და მე მინდა იმ ჩვენს კოლეგებს მიმართო რომ იმპერიული აზროვნება არ მოსპარა და არ მომკვდარა მათში პირიქით დღეს ერდოღანი დღეს და მისი პოლიტიკა ერდოღანის არის ზუსტად აი ამაზე ისტორიულ მეხსიერებაზე და ისტორიულ წარსულზე ბოლო-ბოლო იმ ცნობილი მესხეთზე ლექსი გაიწერება. კი ბატონო, პირდაპირ თქვა და პრემიერ-მინისტრის ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტი, სადაც პირდაპირ ეგრეთ წოდებული თურქი მესხების, ანუ მესხეთელი თურქების პრობლემებზე ისაუბრა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ჩვენთვის არანაირი ანტითურქული განწყობა მეძრა ბატონო, არანაირი დიდი მეზობელია ჩვენი და პატივი უნდა ვცეთ და ურთიერთობა, მაგრამ ეს ასეთი ისტორიული მოცემულობა, ეს ასე იქნება. ამაში ერთვე არ შეგეპაროთ. ნებისმიერი, თქვენ ყველამ კარგად იცით, ვინც აჭარაში და ბათუმში ხართ ნამყოფი რა ხდება. და იქ ბათუმში როგორი გავლენები აქვს და ამ თურქული ბიზნესის იგივე ყბადაღებული ხარსის ხელშეკრულება და უამრავი სხვა. მე ვეთანხმები ბატონო დიშეს აქ საკმაოდ ფილიგრანული საგარეო პოლიტიკა გვინდა დახვეწილი პრიორიტეტების განსაზღვრა ბალანსირება, მაგრამ ეს ვერაფერი ვერ გადაგვარჩევენ ჩვენ თუ რაღაცა უსაფრთხოების ხოლგა ვერ მოძებნეთ. გასაგებია ეხლა ზოგიერთი ამბობს იმასაც ბატონო დიშე რომ რუსეთი არ არის საიმედო პარტნიორი. და უკაცრავდა შეიძლება რუსეთმაც გიღალატოს თუ ის გახდა შენი უსაფრთხოების ხოლ. არც ეს არის გამორიცხული. დაუშვათ ყველაფერი შეიძლება კაცმა იფიქრო, მაგრამ ცდას წინ აუდგას. მე რეალიები იცვლება, ხედავთ რა როგორი რეალიებია, როგორი ცვლილებებია და ფაქტობრივად მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ფაქტობრივად ეს სოფლიო გადანაწილების პროცესი ახლა თუ შეხედავ იმ სახელმწიფოების ლიდერებს ნებავთ იმ
ევროპელი სახელმწიფოების და გამოდის ახლა მაკრონი თვითონ თავს რომ იგიჟება მაგრამ ეღვეწება პუტინს ამიმეღეო და მაგდობა გადაუხადა რა დაგველაპარაკე ჩემო და ასე მე ნახეთ შემოგვიფასო მეგობრები ახლა როდესაც ამ ევროპული პოლიტიკოსებისათვის შემთხვევით არ უწოდებიან მან გოჭები ხლა მინდა ცოტა გავამხიარო მაყურებელი ასეთ რამ უნდა მინდა გითხრათ რომ ახლა ამ ევროპელი პოლიტიკოსებზე როდესაც გვეკითხებიან ჩვენ მათ აზრებს და ამათი აზრების ამოხსნა ახლა შედარება გავაკეთე ამას წინათ ერთ-ერთ აკადემიურ შეხვედრაზე ვიყავი ლევ იაშინი იყო ასეთი ფეხბურთელი უნიკალური მეკარე პირველი რომელსაც ოქროს ბურთი აღებდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებს და მას როდესაც დაუსვეს შეკითხვა ვისი გეშინია ყველაზე მეტად ვისი დარტყმისო და არ დავასახელებ ღმერთმა აცხონოს ერთის და მეორეც იაშინის და ის ქართველი ფეხბურთელის გვარი და ასახელა ის ამის მეშინია მაგის დარტყმისო და რატომ და იმიტომ რომ მაგანა თვითონ არ ძის სადურყამსო და მე როგორ გავიგო რა ანალოგიურ სიტუაციაში არის დღევანდელ დღეს ეს ევროპის არ ვიცი წარმოუდგენელი რაიმეები ხდება წარმოუდგენელი პირდაპირ ახლა კალინინგრადის ოლქზე კაცო აი ახლა ამას ყოფილი კენიგსბერგი ახლა ამ კალინინგრადის ოლქს რუსეთი ამოწყდება და რომ არ დათმობს ხო ეს ელემენტარული ჭეშმარიტია კენიგსბერგი არის სადაც დასაფლავებულია იმანუელ კანტი ჩემო ბატონო და იქ ქონდა ახლა გააგზავნებთ ალბათ თქვენ ეს საზღვრების როდესაც თქვენ სწორი მისავიღეთ გეზი იალტა დაუშვათ თეირანი იალტა პოსტამის ეს გაგზელება მტრიადი და ეს არ გადაიხედება იგივე თქვენ დააკვირდით ახლა რუსეთის მოთხოვნა რა არის უკრაინასთან მიმართებაში საომარი მოქმედების რომელ ტერიტორიებზეა საუბარი იმ ტერიტორიებზე რომელიც ისტორიულად რუსეთის იყო მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსოვოთ და უთხრათ დღეს სადაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები რუსეთ-უკრაინის ეგრეთ წოდებული მალარასია და ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთ უკრაინის მხარე რომელიც სტალინმა მიცა ფაქტობრივად ეს არის მიწები რომლებიც რუსეთის იმპერატორებმა და განსაკუთრებით ეკატერინე მეორემ რომელსაც მე ვთვლი უდიდეს იმპერატორად რუსეთის ისტორიაში რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი შემქმნელი პეტრე პირველი შემდგომი შეიძლება პეტრე პირველზეც დიდი იმიტომ რომ მან უდიდესი ტერიტორიები და მთელი იმპერია მან შედა საფუძველი ჩაუყარა აი ეს ტერიტორიები იყო მის პერიოდში თურქეთს და რეჩპოსპოლიტისთვის იგივე ყირიმი რა თქმა უნდა და რეჩპოსპოლიტასთვის წართმეული ეს არის მოცემულობა და დღეს რუსეთი იბრუნებს იმ ტერიტორიებს თუ ისტორიულ სამართლიანობაზე მიდგა საქმე იბრუნებს მის ტერიტორიებს რაც მის წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და შემოუერთეს რუსეთის იმპერიას აი ამაში არის დღეს ის რაციონი და რითაც რუსებიამდე იგივე ყირიმი აგერ ვედიშერმა რაც ბრძანა იყო სახანო და თურქების და წაართვა რუსეთის 1793 წელს და ყირიმი შემოიერთა არანაირი შეხება უკრაინას ყირიმთან არ ქონია თვალმა ხრუშოვმა მოინდომა და 54 წელს აჩუქა უკრაინას არანაირი შემხებლობა არ აქვს და მე ერთი მინდა კიდევ თქვა საბჭოთა კავშირი როდესაც შეიქმნა მას რამდენიმე ლიდერი მართავდა ხო ლენინი რომლის წარმოშობაც კაციშვილმა არის დედით ებრაელი იყო და რუსეთთან შეხება არ ქონდა მამით იყო ჩუვაში სტალინი ქართველი და შემდგომ ხრუშოვი მისი წარმომავლობა ზოგი ამბობს რომ ებრაელი იყო ზოგი რუსი ზოგი უკრაინელი მაგრამ საინტერესო იყო შემდგომი ბრეჟნევის პერიოდი ბრეჟნევი იყო უკრაინელი თვითონ ომამდე შევსებულ ყველა ანკეტაში და ბიოგრაფიაში ბრეჟნევი გრიფში ეროვნება წერდა უკრაინას მთელი გუნდი ვინც კი მართავდა საკუთარ უკრაინელები იყვნენ ბრეჟნევის და უკრაინელები და დნეპრო ძერჟინსკიდან სადაც ბრეჟნევი წარმოშობით იყო პოლიტბიუროს წევრები და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე შერბიცკი იყო ხო და უკრაინის პირველი მდივანი მას უნდოდა შემდეგ თავის მემკვიდრედ დაეტოვებინა ანუ რისი თქმა მინდა რომ ფაქტობრივად უკრაინელები მართავდნენ საბჭოთა კავშირს და ჩერნენკოს უკრაინელი იყო წარმოშობით ანდროპოვი ყველა მიცის რომ დღესაც უკვე ოფიციალურად იწერება რომ ანდროპოვი იყო ოფიციალურად ისიც არ იყო რუსი და იყო ებრაელი და გორბაჩოვი რომელიც იყო ნახევრად ისიც უკრაინელი
ასე რომ ეს მათი შიდა სამზარეულოა და ეს არ არის ეს ერთი ერია ხალხო ეს არის ერთი ხის ორი ტოტი კი ბატონო უკრაინელები და რუსები ხო და ჩვენ და მეგრელებს აი მეგრელებს ძანდებით ახლა თქვენ ქართველებსა და მეგრელებს უფრო ახლო არიან ისინი გნებავთ ენობრივად ყველანაირად და შენ აი ამ ომში რომ შენ ჩაერთო და მხარეთ გამოხვიდე ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არ არის ჩვენი საქმე იქ ჩარევა იქ არის აბსოლუტურად ნეიტრალიტეტი როგორც ჩვენ გქონდა ძალიან კაი პოზიცია გქონდა და შევინარჩუნეთ თავი აზერბაიჯან სოიქში 500,000 აზერბაიჯანელი ცხოვრობდა თითქმის იმდენივე მეტნაკლებად სომეხი მოსახლეობის ახლა წარმოიდგინე რა მოხდებოდა ჩვენ რო ჩამო ამ ომში ჩავთულიყავი და მხარეთ ყოფილიყავი აი ეს გამოვიჩინეთ სიბრძნე პოლიტიკური და ამან გადაგვარჩინა რომ არავყევი და აი ზუსტად 2022 წლის ომშიც რო არ ჩავებით აი ესეთ პოლიტიკური სიბრძნეა და ეს ჩვენ ხელისუფლებას უნდა დაუფასოთ ეხლა მოგწონს არ მოგწონს სხვა თემა მაგრამ ფაქტია რომ ეს გადაარჩინეს და ეხლა თქვენ როგორც გინდა ისე ის თქვენ მე არა ვარ გამოვიდე და თქვა რომ ქართული ოცნების მომხრე დაუშვათ უამრავი მაქვს ჩემი დამოკიდებულება და ჩემი შენიშვნები მაგრამ ეს სხვა თემაა აი ამ თემაში და მოცემულობაში ყველაფერი გააკეთეს რომ ომი თავიდან აგვეცილებინა ეს არის დასაფასებელი ჩვენ ისტორიკოსები ვარ და პროცესებს ვაფასებ შედეგების შედეგი გვაქვს 2022 წლიდან დღევანდელ 24 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე უმთავრესი რასაც ქვია მშვიდობა 2024 5 წელია და საქართველოს რუკაზე არ იქნებოდა ჩვენ ომში ჩავთვლილიყავი და აი ეს გარკვეული სანქციის მიგვეღო რასაც გვაიძულებდა ამერიკა და ევროკავშირი და მოცემულობა ჩვენ ამი დაგვიწყდა. ხანდა დამახსენდება ჩემო მამუკა, იცი? ჩემო მეგობარ დათა თუთაშხიაში რომ არის ბოლოს, როდესაც გუდუნამ ესვრის დათას და დედა რა მოაფიქრებინა ეს რა მოაფიქრებინა ზუსტად ანალოგიური სიტუაცია მეუფლება, როდესაც ხედავ რუსებსა და უკრაინელებს შორის დაპირისპირებას. აი იყო ამისთელობა ნახეთ აქ 93-ში სამეგრელოში რა ხო არ იყო ამისთელობა ზუსტად ეხლა ერთი კაცის ხელის ნამოქმედარი მგონიაო იგივე დათათაშხი ხო იგივე ანალოგიური სიტუაცია ეს არის დაყავი ძველი რომაული პრინციპი დაყავი და იბატონი რა ჩვენ ძალიან მშვენივრად ვიცით ეს რა ხდებოდა და როგორ მაგრამ იმიტომ გაქვს შენ თავი იმიტომ გაქვს გონება და იმიტომ მოაღწიე ამდენ უზარმაზარ ისტორიის აბობოქრებულ ოკეანეს დააღწიე თავი და მოდი დღევანდელ დღეს რომ დღევანდელ დღეს უნდა შეხედო რა ძალები მოქმედებენ როგორ მოქმედებენ რატომ მოქმედებენ რისთვის მოქმედებენ და რა უნდა შენთვის უნდა გახსოვდეს რომ პოლიტიკაში არაა მეგობრობა პოლიტიკა არის ინტერესების სფერო ერთი არის მე მინდა ბალონოიდი ბოლოსკენ მეტი ჩვენი საუბარი და არ შემიძლია ეს რო არა ვთქვა ჩვენ გვაქვს უდიდესი პრობლემა საქართველოს დღესაც მოსამულობაში და ყოველთვის იქნება ეს პრობლემა ეს არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ეს არის აფხაზეთი და ეს არის სამაშაბლო სამწუხაროდ ჯერჯერობით დღეს მის დასაბრუნებლად არაფერი არ კეთდება ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ამ 35 წლის განმავლობაში ვერანაირად ვერ მივახციეთ პროგრესს რაციონს ამ მიმართებაში და ვიცით რომ მისი გასაღები დევს რომ ეს ცალსახაა და ამბანური აქსიომა მაგრამ აი ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის დიდი შეცდომები და ის ზეგავლენა რომელიც საქართველოს გაგდა და აი აქ ძალიან დიდი როლი არის უარყოფითი ედვარდ შევარდნაძის შევარდნაძე დაწყებული 9 აპრილიდან დამთავრებული აფხაზეთის და დაუშვათ ომის ჩათვლით უდიდესი როლი აქვს მაგას უარყოფითი საქართველოს ისტორიაში შედეგებით რა თქმა უნდა ეხლა 9 აპრილზე რო საუბრობდით ხო რომ აი ვიღაც ბრიყვები აი ამერიკა არანაირი მანს უბრალოდ არ უნდოდა რომ მას უნდოდა რომ საქართველოს ხელისუფლება შეცვლილიყო და მოუწყოს რა ეს პროვოკაცია ეგ იყო რა რატო უნდა ამას ლაპარაკი ხო გაუკეთა მოუწყო რომ თავისი კაცი დაესვა და ის მისთვის დაუშვათ მიუღებელი პიროვნება არ ყოფილიყო რომელსაც უდიდესი რეიტინგი ჰქონდა და ძლივს გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში 95-ზე სულ არ გაეყალბებინათ მეორე ტური უნდა ყოფილიყო შევარდნაძესა და ჯუმბერ პატიაშვილის შორის ძალიან დიდი რეიტინგი ჰქონდა მაშინ ბატონ ჯუმბერს
აბსოლუტურად. აფხაზეთის დაბრუნება შეიძლებოდა, როდესაც ევგენი პრიმაკოვი იყო ჩართული ამ პროცესებში, გავიხსენოთ. ძალიან საინტერესო მომენტია, შევახსენებ ჩვენს მაყურებელს. ხო, ჩვენ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს 97 წელს პრიმაკოვმა აღზრება ჩამოიყვანა თბილისში. პრიმაკოვი მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და უკვე მიდიოდა ლაპარაკი საუბარი იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება და გალისა და ოჩამჩირეს შესულ დაბრუნებას და შესულს და რამდენიმე ხანში ამერიკელების დაბრუნება და ადგა და ასლან მასხადოვი ჩამოიყვანა ორ კვირაში შევარნაძენა აქ სამთავრობო მიღობა მოუწყო, რომელიც მტერი იყო რუსეთის და ომი მიმდინარეობდა. ასეთი სიბრი იყო გაგიგია, რასაც ჩვენ ქვეყანას რო გავუკეთებ. აი ესეთი და დიდი და მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსია რო ვამბობდი. ამდენი შეცდომები. მაგ აზრს ვერ გავიზიარებ დიდი და მსოფლიო მნიშვნელობის. ხან ვერ გავიზიარებ თქვა იმას რომ ის იყო დიდი და მსოფლიო მნიშვნელობის. არანაირი. რატომ ლაპარაკობ ახლა უპირველეს ყოვლისა? დიდი და მნიშვნელოვანი ხარ მაშინ, როდესაც შენ ქვეყანას გამოადგები. ახლა თქვენ რაც ბრძანეთ ამ კაცს, რაც დასავლეთს გაუკეთა პოლიტიკაში ინტერესები რომ არ იყოს საქართველოს რა ვართ კაცო 3 მილიონი ნახევარი რომელიც ხელის გულზე უნდა ყავდეთ თელ დასავლეთს თულს ლაპარაკო რაც მან საბჭოთა კავშირის დაშლით რომ იწონებდნენ თავს რომ ჩვენ თავშალეთ საბჭოთა კავშირიო გაუკეთო ყველაზე კარგი იქნებოდა რა აი მაგ ისტორიაში შევიდოდნენ ის გორბაჩოვის გუნდი მათ რომ მოეხდინათ ამ საბჭოთა კავშირის მოდერნიზება, ტრანსფორმაცია, აი ევროკავშირს ვიკლავდით. იგივე ჩინური მოხდარიყო ის ამ სახლის რესპუბლიკებს მიცემოდა დამოუკიდებლობა, ჩემო ბატონო, უფრო მეტი სუვერენიტეტი და ყოფილიყო ის ეკონომიკური კავშირები, რომელიც ერთიანი ეკონომიკური სამხედრო, საგარეო და ეკონომიკა, რომლის მეშვეობითაც დღეს იქნებოდა ცხოვრება აყვავებული. აი მაშინ იქნებოდნენ დენსიაოპინები, ჩემო ბატონო. მაგრამ დღეს ახლა ისტორიული პროცესიდან გამომდინარე, მსოფლიო აი ის პოლიტიკოსის მოღვაწეობა იზომება შემდეგი კრიტერიუმებით. პირველი ტერიტორიული მთლიანობა. მეორე ეკონომიკა, მესამე დემოგრაფია, რომელი გვაქვს? ყველა განადგურებული. ეხლა მეტი სახელმწიფო რა არის ბატონო? დავით აღმაშენებელს რატო ვაფასებთ? იმიტომ ვაფასებთ, რომ არაროობისაგან ნიკოფსიიდან დარგვანდამდე და ოვსეთიდან არაგაწამდედა. და მარტო ტერიტორიული სახელმწიფო შეცვლა. სახელმწიფო ინსტიტუტებით. და მე გავყვეთ ეხლა ეკონომიკ გლეხებიც რომ დიდრულად ჩასმული დადიოდნენ და უკვე თამარის დროს ელაპარაკ იქიდან მოყოლებული. იქ მან ჩაუყარა მას საფუძველი და ეს არაფერი პირიქით დაანგრიეს ჩემო ბატონო. და მოხდა რაც მოხდა. როცა გიორგი ჭყონდიდელი ეუბნებოდა, ყველაზე მთავარი ეს პოლიტიკური რეფრენია საქართველოს ისტორიაში. ღირსება და უნდა გავაკეთო შენ ქვეყანას და უბრუნე ღირსება. მეტი არაფერი. აი იმ ღირსებაზე აბრუნება და მე მინდა დიდი მადლობა გითხრა ბატონო ილიშე დღევანდელი დღისათვის ამ გადაცემისათვის ბოლო გადაცემაა წელს. მე მინდა ჩვენს მაყურებელს მიულოცო დამდეგიშობა ახალი წელი. და გამარჯვებისა და დიდი წინსulis წელი ყოფილიყო 2026. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგი გრძელდება. მე დავასრულებთ, დავამატებდი ილია ლაპარაკობდა ჩვენი საქართველოს უგვირგვინო მეფე მოვიკლა წარსულ დროებზე დარდიო. მაგრამ იქვე გაჩვენილს აი ეს ჩვენი გადაცემის სათაური ფაქტობრივად ლეიბნიცისაგან აიღო და წარმოუძღვარა აწყვო შობელი წარსულისაგან არის შობელი მომავლისა. ზუსტად ამ იმედით გემშვიდობებით გისურვებთ რომ 2026 წელი ყოფილიყოს რაც მთავარია გაგრძელებული იყოს ის მშვიდობა რომელიც მიმდინარეობს და რომელიც როგორც თევზისათვის წყალი არის აუცილებელი და ადამიანისათვის ხაერი ისევე საქართველოსათვის არის მშვიდობა და დაწყებული იყოს ის პროცესი რომელსაც ქვია საქართველოს გამთლიანების პროცესი და ამავე დროს აღორძინების პროცესი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ყველა დარდები დაგვეტოვებინოს წარსულ 2025 წელს და ახალი იმედებით ყოფილიყავით განწყობილი 2026 წელს და სულ მომდევნო წლებში. კარგად გრძელდებოდეთ.